Საამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ერთ ამბავს მინდა გამოვეხმაურო, რომელიც საქართველოში მოხდა და ერთი დიდი პანიკა არის ატეხილი. ამ ამბებთან დაკავშირებით და ამ ჩვენ 26 საუკუნოვან ძმებს ეხებათ რა. მუშაობდი ახლა ნამდვილად არ მეცალა, მინდა რომ შევქმნა ერთი სიღრმისეული ვიდეო, რომელიც რა ვიცი, ყველაზე მეტი სასიცოცხლოდ ჭირდება საქართველოს, რომ მისმა საზოგადოებამ პატარა თვალებში გამოიხედოს თუ რა არის პროპაგანდა და როგორ ხდება პროპაგანდის ძალით ზომბირება და ეს დავასრულებ და ნახავთ, მიხვდებით, რომ დღევანდელი ქართული სოციუმის 90% აბსოლუტურად დამუშავებული და დაჩლუნგებული არის ამ უცხოური პროპაგანდის წყალობით. უცებ მეგობარმა რაღაცა ჯერ დამირეკა, მე რაღაცა მომწერა და შევხედე, ახლა დავხედე, არ ვაქცევდი ამ ყველაფერს ყურადღებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არაა შემთხვევითი მოვლენები. კაცო, გუშინ თუ გუშინ წინ, უბრალოდ გუშინ წინ მე მგონი ვიღაც ებრაელი ლაწირაკი, წყვილმოუხოცავი ლაწირაკი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამოსულა საქართველოში, რა ვიცი, რისთვის დასასვენებლად თუ პროვოკაციისთვის თუ რისთვის და აქ მოსვლია რაღაცა ყოფით საკითხებთან დაკავშირებით თურმე ისა რა ქვია კონფლიქტი თურმე რა ქართველ ბიჭებთან. და აღშფოთებული, შეშფოთებული მთელი ქართული ტელევიზიები ატყდა ერთი ცივილკივილი, ჩაწერა ბლოგები, მიმართვები, თურმე მცემესო ქართველებმაო და ცივილკივილი იყო ესო, პალესტინას იძახოდნენ და ჰაი ჰიტლერს იძახოდნენო და ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცა ებრაელს შეეხო საქართველოში, ვიღაცას და რა თქმა უნდა ეს ეგრევე ისა რა ქვია, ანტისემიტიზმი და რა თქმა უნდა ეგ რა თქმა უნდა სიძულვილი ჩადენილი დანაშაულია და აი ებრაელების მიმართ როგორი ის ხდება საქართველოში. მართლა მინდა თქვენ უნამუსობას საზღვარი რო არა აქვს, ეს ჩემთვის დიდი ხანია გასაგებია. ქართველი თუ არაქართველი ებრაელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს დიდი ხანია ვიცი და ვიცი რას წარმოადგენს თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ყველანაირ ზღვარს რაღაცას ელემენტარულად ხო უნდა იცავდეს ადამიანი და ესეთი უსინდისობა, პროვოკაცია არ უნდა მოაწყოს ადამიანმა სხვა რაღაცის გამო. სულ სხვა რაღაცის გამო. და ახლა ვიგეთყვით რაშია ეს საქმე, თუ რატო გააკეთა ამ ადამიანმა ეს და რატო მოხდა ეს მთელი კლოუნადა და რატო ატყდა მთელი წივილი და კივილი და ისრაელის ელჩი არის ჩარეული და იქ პოლიცია თურმე იმაზე რა ქვია ფაშიზმის მუხლით და რა ქვია ეთნიკური შუღლის მუხლით და იმით ამ ბიჭებს თურმე ემუქრება დასაჭერად, ხო? იქით რაღაცების შემთხვევით არ ხდება. და რატომ გააკეთა ამ ადამიანმა ეს და საერთოდ რატო დადგეს ეს რა ქვია ესეთი სცენა ებრაელებმა საქართველოში? მარტივად, ძალიან მარტივად აგიხსნით და ახლა ვნახავთ ამ ყველაფერს. ამ რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი ქართველი სპორტსმენი თოფურია აცხადებდა ინტერვიუს დროს, რომ ნახეთ, თავად იხილეთ ეს განცხადება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ის რაც აუცილებელი არის, სასმელი წყალი და საკვები. ჩვენ მხარს უჭერთ ოჯახებს ღაზაში. თქვენ გვერდით ვართ. ესპანეთში ეს ბიჭი ყველამ ვიცით ალბათ, ცნობილი ქართველი სპორტსმენი არის, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის MMA-ში და ბრძოლობს. და ვინც იცის, ვინ ჩახედულია ახლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ესპანელებს აქვს ძალიან კაცრი პოლიტიკა და დამოკიდებულება იმის რა ქვია, რასაც ისრაელი აკეთებს ღაზაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ალბათ სპორტსმენსაც შეეკითხეს სუფთა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მე და სხვა ქვეყნებიც იღებდნენ, ხო, იმიტომ რომ
იქ ისეთი უბედურება ხდება და იქ იმდენი უდანაშაულო ადამიანი არის დაღუპული და იქ ისეთი გენოციდი მიმდინარეობს, იმას ჰიტლერი ვერ მოიფიქრებდა თავის დროზე ეთყობა ჰიმლერთან და სხვა თავის გესტაპოს ჯალათებთან ერთად, რაც ღაზაში მიმდინარეობს და რაც უბედურება არის და ალბათ ამ ბიჭს შეეკითხეს და ამ ბიჭმაც გააკეთა ეს განცხადება. რა თქმა უნდა, ახლა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელით არ გამოდის, მაგრამ ცნობილი ქართველია, ამაზე იყიულეს თელმა ეს რა ქვია ებრაელობამ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ქართველი თუ არა ქართველი ებრაელები და ატყდა ამ ბიჭის მიმართ ერთი წივილი და კივილი. ჯერ უბრალოდ აქ რაც ხდებოდა, ეხლა რომ დააკვირდეთ, ხო? უბრალოდ კომენტარებს რო ჩახედოთ, პირველ რიგში მართლა ამდენი სამარცხვინო ქართველი საჯანდაბიდან ახართ მოხიკული. საიდან ახართ ამდენი სამარცხვინო ადამიანი მოხიკული? აი უბრალოდ ჩახედეთ. შეხედეთ, იქ ზოგი ქართველი, ზოგი ებრაელი რა კომენტარებს ეს. კაცი რომ ფულზე გაიყიდება, ყველაფერი ყველაზე დიდი სირცხვილია, ამას რო ებრაელი რო ეტყვის, იმას რა ქვია, სხვას. მერე ამაზეა ნათქვამი კუნთმა გარი და გონება ჩლუნგი და წავიდა რა ამ ბიჭის, ესე იგი ლანძღვა, გინება, მოაღეს პირი, რას ქვია ამ ადამიანმა ეს მისი აზრი გამოხატა, ატყდა ერთი წივილი, კივილი, ასე, ისე, მერე ჩაეთრიე იქ და დაუდექი ტერორისტებს გვერდით და ეს ისტერიკა, ხალხო. ეს ისტერიკა, რა? რომელიც იქნა ამოგდებული ამ იმაში რა ქვია კონტექსტში და სოციალურ ქსელში იმასქნელი რა ქვია დაწყებული რაღაცნაირად უნდა მომხდარიყო რა რაღაცნაირად უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის იმასქნა რა ქვია კომპენსირება ალბათ რა ეს აბა როგორ ამ ღვთის რჩეულ ერს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, როგორ შეიძლება ვინმე რამე უთხრას, კაცო, დღეს სახში რომ შემოგივარდეს და შვილი მოგიკლას და დედა მოგიკლას, იმასაც იმ დროსაც არ აქვს შენ უფლება. რა თქმა უნდა, ამას ესენი არ ივიწყებენ ესეთ რაღაცებს. დაადგეს ეს პროვოკაციული ამბავი, ვიღაცა ჟღვინტიანი ნაწილაკი ჩამოეთრია საქართველოში, ეს მოაწყო ერთი პროვოკაცია, სრული პროვოკაცია იქ, რომ ვაიმე და სათხილამუროთ ვიყავიო, ასე მიქნესო, ისე მიქნესო და პალესტინას და ამას და იმას მეძახიანო და ჰაი ჰიტლერს მეძახიანო და მცემესო და სული ამომხადესო და ასე მიქნეს და ისე მიქნესო. ბიჭო, რა მაინტერესებს ახლა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. ეს საერთოდ ქართული ჟურნალისტიკა თავიდან ბოლომდე რომ ჩართული არის იმაში რა ქვია ებრაელების სამსახურში და ძიას სოროსი ასმევს და აჭმევს და საკუთარ ქვეყანას ანგრევიებს და ათახსირებიებს ამ ყველაფერს და მთელი ეს არ ვიცი მე ეს მსოფლიო ებრაელობას რა დაუშავა საქართველოს ასეთი რუსი ებრაელი იქნება ამერიკელი ებრაელი იქნება უნგრელი ებრაელი იქნება თუ ვინ იქნება არ ვიცი მე რა დაუშავეთ ამ ხალხს დღემდე ვფიქრობ და ვერ მივხვდი იმას თუ ქართველმა ერმა რომელმაც ამდენი სიკეთე მიცა ამ ხალხს, რა დაუშავეთ ამ ხალხს ამის ფასი. ვერ ხვდები, რომ აი ესე უსინდისოდ იქცევიან, მაგრამ გასაგებია ხა მაგათთვის სხვა ყველა არის, გინდა ხარი დაუკალი ერთ დღეს, მეორე დღეს დღასავით გაკეთდეს. გასაგებია ეს კაცო მე ვიცი ამათი ამბები და ვიცი ამათი ეს რა თქმა უნდა არა მარტო ტელევიზია ვერც ერთი პოლიტიკოსი ხმას ვერ იღებს, ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი ვერც ერთი პარტია ვერ აკეთებს და ყველა არის იმაში რა ქვია ჩაჩმორებულში ისრაელს რამეზე ითქმება ეკლესია საპატრიარქო გადავსწებული ამ ებრაელური იმით რა ქვია აგენტურით მთლიანად თავიდან ბოლომდე ის ნაბოზარი სადა ყავთ ერთი ის ლაშა ჟვანია ჯერ საპატრიარქოში რო ძღებოდა ქართველების ფულზე და მერე საელჩოში რო ძღებოდა იქ და ყველაფერი უბედურება რო აქვს ამ ურიას ჩატარებული ამ ქვეყანაში ამის წინ მოხდა ერთი სადღაც ქუთაისში ერთ მღვდელმა იქადაგა რაღაცა სიონიზმის წინააღმდეგ იმაში ეკლესიაში და მაშინდელი ელჩი მივარდა და წიოდა და კიოდა და ერთ ამბობს რომ რას ქვია მღვდელმა ეკლესიაში თავის მრევლთან იქადაგა რაღაცა ანტისიონისტური და რა თქმა უნდა ებრაელები შედამცირებული. ხო და მოკლედ რა, აი ეს ნაძირალა
ვიღაც ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი ჩამოსულა, რომელსაც ავითომ ამხელა პრობლემები შეექმნა თურმე და ეს ახლა 1000 რაღაცა ხდება და 1000 რაღაცა შეიძლება მოხდეს ახლა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ არ შეიძლება ახლა ვინმე დააბრალოს ქართველ ახალგაზრდობას, რომ საქართველოში იმხელა სიმპათიები არის პალესტინელების მიმართ და ისეთი ანტისემიტური განწყობა არის საქართველოში, რომ აბა ებრაელებს დაასდევენ თურმე მოსაკლავად და ცხვირპირის დასამტვრევად და ემეტ დაიდგა ეს პროვოკაცია, რომ აი ქართველებისთვის ეს თურმე ჩვენ რას ვაკეთებთ. რას გეტყვი იცი? ააჯვი საქართველოდან და გადააჯვი იმ შენ ევროპაში. წადი და აღარასდროს ჩამოხვიდი აქ. და იქ წადი, სადაც ევროსტანდარტით გექცევიან. გექცეოდნენ ევროსტანდარტით და მე გექცევიან. გთავაზობდნენ რომელი გირჩევნოდა, ეს გაზის კამერა გირჩევნოდა თუ ის გირჩევნოდა ტყავის გაძრობა თუ რა? არ გაგვიტრაკ ეს ბიჭო საქმე, რა ქოთეს არა აჯვეს მთელი ქვეყანა, კაცო, ამათმა უკმაყოფილობა. და ეხლა ერთში არის ჩასული თურმე იქ, იყო მივარდნილი იმ წუთში ატეხილი ერთ ცივილკივილი, რომ ის ბიჭები იმას ეკეთა. სინამდვილეში რა მომხდარა? სინამდვილეში დაწერა ერთმა წესიერმა ადამიანმა კომენტარი, რომლიდანაც ყველაფერი ჩანს. იქ მოხდა უბრალოდ შელაპარაკება, რაღაცა. და აქეთ გადავიდა ეს ჟღვინტიანი ლაწირაკი ამ ბიჭების შეურაცხყოფაზე და დაუწყო თვითონ კითხვების დასმა, ეს პროვოკაციულად, რომ პალესტინისკენ ხარ თუ ისრაელისკენ. ალბათ იმ ახალგაზრდებმა საერთოდ არ იცოდნენ ამ კონფლიქტის და ამის შესახებ. და იქეთ გაიწია და დაარტყა ქართველს, მიაყენა შეურაცხყოფა და ქართველს დაარტყა საქართველოში. და დაუწყო ესეთი ემისი, რა ქვია, პროვოკაციების მოწყობა და მიიღო მე მისაღები, რაც უნდა მიიღო. რომ დაუწყო პროვოკაცია, ახლა ჩვენებს აიციან რა შეაინტერესებს, საერთოდ იცოდნენ ვინ იყო ეს? და ამის გამო დაემტრა ცხვირპირი, კარგად ვერა სამწუხაროდ, რომ ეს რა ქვია, რამენაირად დამახსოვრებოდა საქართველოში ვიზიტი. და ესა რა ქვია, თურმე რა დღეში არის ეს შეურაცხყოფილი ტურისტი, თურმე გარბის საქართველოდან და როგორ ვექცევით ჩვენ იმათ. წადით, ბიძია, გააჯვით ერთი მეორის მიყოლებით, ვისაც საქართველო არ მოგწონთ. მოცილდით აქაობას. წადით იმ თქვენ გერმანიაში წაეთრიეთ, იმ იტალიაში წაეთრიეთ, იმ პოლონეთში წაეთრიეთ და სადაც გინდათ იქ წაეთრიეთ, კაცო. დაგვანებეთ, თავი მოგწილდით. შეგვეშვით. არ მოგწონთ, ხო? ქართველების და საქართველოს დამოკიდებულება თქვენ მიმართ 26 საუკუნე. ხო და იქ წადით, სადაც უკეთესად გიქცევიან. და წადით, მოცილდით და ჩამოგითვლით, წადით იმაში, რა ქვია. იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან უყვარხართ. ამის წინებზე ჰოლანდიაში გაუგლიჯეს ცხვირპირი ამათ, რა ქვია, ამათ ტურისტებს. აი ზუსტად ასეთი პროვოკაციის გამო. თავზე გადაამხეს ყველაფერი. აბა ერთი ჩავიდეს ერთი და იტალიაში თუ გაბედავს მასეთ რამეს. ჩავიდეს ერთი და ესპანეთში თუ გაბედავს მასეთ რამეს. მივიდეს ერთი. წადით, ბიზია, წადით, მოგწილდით, დაგვანებეთ თავი. ხო, ჩვენ ცუდები ვართ და კარგები ვინც ხართ, წად შეუძვერეთ. შვეიცარიაში წადი ეგერ. მიდი, შეიგ ევროპაში უკნიდა. ბაქარიან თქვენები და წადი, წაეთხრია, რას მოდიხარ აქ? ამისთვის რომ მოდიხარ და ასეთი ნაბოზრობისთვის რომ მოდიხარ. არ მოწონს, ბიჭო. შეშინდა, ელჩი დაადგა თავზე. ასობით ქართველს რა დღეში აგდებდით? ყოველ დღე ბენგურიონის აეროპორტში. იმაზე არ ამაქვს ერთ საუბარი. რამხელა შეურაცხყოფებს აყენებთ და რამდენიმე თქვენ ვიღაცამ თქვენი პროვოკაციის გამო ცხვირპირში მოგარტყათ და ამის გამო თეთა რა დღეში ხართ ჩავარდნილი. ეს დასირებული ქართველობა, ეს ვაიმე, ჩვენ ტურისტ სტუმარია, როგორ მოეკეცით? ასე როგორ შეიძლება? ტყვანი ხარ თუ მართალი ხარ? შენიანს არ კითხულობს. იმ წუთში ტყვანი ხარ. მე რა უნდა ახლა ურიას? მე რა ინტერესებს ახლა ურიას მე? ხდება ეს. და საერთოდ ძალიან ბედნიერი ვიქნებით რა. დაწყებული თქვენი სოროსით. გაგრძელებული თქვენი ივანაშვილით.
ზედ მიყოლებული იმ თქვენი იცხაკ მოშეთი, რომელიც გამომძრვალა ემიდან და ეგერ ახლა თურმე ისრაელის ტელევიზიაში პირიქით წასულია და ერთი დამბავშია, რომ ისრაელშიო ესო რა ქვიაო საქართველო ისრაელის საუკეთესო მეგობარი არისო და საუკეთესო ამბებიო არისო მოსალოდნელიო ამ ქვეყანაშიო და უნდა დაუმეგობრდეთ და ვიმეგობროთ. მოგშორდით, არ გვინდათ. შეგვეშვით. 26 საუკუნეა ვიცით თქვენი მეგობრობა რაცა? ვიცით. და უმადურობის მეტი, და უსინდისობის მეტი. არაფერი გვინახია თქვენგან, არ გჭირდება ჩვენ. არ გყავს ქართველი ერთს, მეგობრები არ აყავს. არც ნათესავები ყავს. ყავს ყველა მტერი და უმადური ხალხი ირგვლივ. არა აქვს მნიშვნელობა ეს. ასე იყო ეს და ასეა. ჩვენ ქართველები ვართ, მარტოხელა უბოლი ერი. და არ გჭირდება ჩვენ თქვენაირი ძმები მით უმეტეს. თქვენ ხალხს, რომელსაც საერთოდ თქვენი თორის მიხედვით არ მიგაჩნიათ სხვა ერები და სხვა ადამიანები, არ მიგაჩნიათ თქვენ თანატოლებად. და ასე რო არის დამტკიცა თქვენმა დამოკიდებულებამ. აკლული რო გაქვთ მთელი საქართველო პირველი უძრავი ქონების ისა რა ქვია. ბიზნესი პირველი თქვენ ხელში როა. და თუ რამე ხდება ამ ქვეყანაში, გინდა საბანკო სამევახშეო საქმე თქვენ გონიათ ქართველების ხელშია? და თქვენ გონიათ ეს მევახშეები და ესენი ქართველები არიან? აი ესენი არიან. გინდა საქართველოს ბანკის იყოს, გინდა TBC ბანკის იყოს, გინდა აი ამათი არის. გინდა იმ რიკო კრედიტების და იმათი იყოს. მილიარდებს ხაპავენ ამ ქვეყნიდან. ახლაც ეს ბიზნესობი არ აქვს დაწყებული აქ. და ადგილს რო არ ტოვებენ საქართველოს თქვენ გონიათ ვინ აშენებს, რა კომპანიები აშენებს. შედით სტატისტიკაში, შეხედეთ ამათი მოქალაქეები პირველი ნომერ პირველები არიან იმისი უძრავი ქონების შესყიდვაში. და კიდე უკამაყოფილოები არიან. როგორ ექცევიან თურმე ამა. ტრაკი ხო არ დაგბანონ კიდე შემთხვევით. მე არ ვიცი იმ ბიჭების საქმე როგორაა. ნახდათ არ ვიცი იმ ბიჭების საქმე როგორაა, ამ ჟღვინტიან ლაწირაკს ვინც შესაბამისი პასუხი გაცა. მოსაძებნია ეგ საქმე და მოსაკითხი არის, იმიტომ რომ იმ ბიჭებს დაღუპავენ. აი ამის პროვოკაციის გამო და ამას გააცილებენ დიდი პატივით იქეთ. და ბოდიშების მოხდით. იმიტომ რომ ივანაშვილის საქართველოა ეს. და ჩამოდის აქ იმის მე ხანუკაზე ქადაგებს ეს რაბინი ამიწაზეო პირველად თუ ქართველები იყვნენ თუ ებრაელებიო ჯერ კიდე აკადემიურ წრეებში გარკვეული არაო. გამოვა მე ვიღაცა სირი ვითომ თურმე იმან რა იცის და იმხელა ისა რა ქვია განცხადებას გააკეთებს თქვენ თურმე ქართველებსო აქ საქართველოსში საერთოდ ადგილი არ გაქვთ უნდა მოწყდეთ წახვიდეთო და თქვენო ეს ერი ხართ და თქვენო ის ერი ხართო. ახლა ვახტანგ გორგასალს მიმდგარა თურმე ვახტანგ გორგასალიც არ ყოფილა თურმე ქართველი თურმე ებრაელი ყოფილა. რა სიკვდილი ხარ, აჭირი ხართ ამნაირი, რა ვერ მოგიშორეთ. ხო ხართ ამნაირი უკმაყოფილები, გააჯვით. წადით. არა მოვიდენ ბიჭო ყელში, ყველა უკმაყოფილო როგორაა სულ. და ყოველთვის ჩვენ როგორა ვართ ამნაშავე. აუბედურება ეს, რა სიკვდილია ეს. არა რა გინდა ვის რა უნდა მოთხოვო დაწყებული იმ ჩიჩილაკათი გაგზელებული გამოსწირებული მერია თუ ჯანდაბად როა რომ მუშაობს და ეს ვოლსკები და ესენი მირბიან და შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე და ღმერთმა დაგლოცოს და ძმები ვარ და ისა ვარ და ქუდებს იხურავენ და სანთლებს ანთებენ და ლოცულობენ ისრაელის მომავლისთვის ძმები 26 საუკუნიანი 30 საუკუნეა ირანში ცხოვრობენ და თქვენ გონიათ ცუდად ცხოვრობენ? ჩვენ ერთი მოიკითხეთ ერთ ირანში ებრაელები როგორ ცხოვრობენ? ხელის გულზე ცხოვრობენ. მაგრამ არ უშლის ეს ისრაელს ხელს ირანი დაბომბოს. ზოგიერთმა დებილმა. გააღეთ. პატარა ტვინი გაანძრიეთ. ხელის გულზე ჩვენზე მეტხანს იქ ცხოვრობენ.
სალოცავებიც აქვთ, ბიზნესები, ფული, ეკონომიკაში ყველაფერში მაგრად არიან. თუ თქვენ არიცით, ან ინტერნეტში მოიძიეთ, ან თუ ვინმე გყავთ იმაში ირანში, კითხეთ თუ არა ასე. მაგრამ მოგასწირათ პროპაგანდა, მიზია. სეფივიდების დროში დარბი ხართ, ეგერ და შაჰაბასის იმის თაყვანის მცემლები გამომიხვედით აქან. და ვინც ჩვენი ქვეყანა და ვინ ჩვენ ქვეყანას უმადურობა გამოუცხადა, წიხლი დააჭირა, ნებისმიერ არაფერს არ უკეთებს, ეს სოროსელების მოდგმა. აი, ვინმე ხო არ მიეკარა. სხვა რამეს ხო არ უქნენ, ბოუს, შემთხვევით ხო არ გააუპატიურეს, ხო არ უქნეს რამე, კარგად პროქტოლოგთან შეიყვანეთ და შეუმოწმეთ. შეუმოწმეთ, კარგად, გაუპატიურებული ხო არა? უთავმოყვარეოები ხართ ხალხო, იცით? აი, უთავმოყვარეოები ხართ. ის კატეგორია ხალხი, რომელი კატეგორია ხალხის გამომხტარი ხართ და მოხდება თუ არ მოხდება ყველაფერში და ვიღაცა სირს ხონდა და წელი მე გიხდით ბოდიშს თქვენ. ახვიეთ, ივანაშვილი წაიყოლეთ პირველ რიგში და გააჯვით ამ ქვეყნიდან. შემოვახლა ვიღაცა და დამიწყებს იმას. იდი რონისტო, შენობა ჰამასი გინდა, შენობა იმათ მხარეს ახარ. არ მინდა, არც ერთი, არ მინდი ხარ, წადით. დაგვანებეთ, დაგვაყენეთ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრება. ვიცი რა. ასე ქვეყანას და ასე ხალხს თავისიანი ეზიზღებოდეს და სხვას ფეხებს ბანდეს და მტრის არ მცნობი და მოყრის მგმობი იყოს საქართველოში როა, მე მსოფლიოში არ მეგულება ეგეთი საზოგადოება. საიდან იარსებებს, როდესაც არც ტომით ქართველების და არც ცნობიერებით ქართველების ხელში არის ეს ქვეყანა. და აფირისტობის და თაღლითობის და ტყუილების მეტი არაფერი არ ხდება. და პუჩისტის ნაძირალაშვილი არის წამოპლაკული იმაში, რა ქვია, პრემიერ-მინისტრად და აი რა გუშინ აჩვენებდი მისი არ იყოს. აი რა მამამის. ეროვნული ცნობიერება რო არ იცის რა არის კაცმა. ეს ზაღლიშვილი, ეს ზაღლის გაგდებული, ეს. რა. საამაყო მამის, საამაყო შვილი, ღმერთმა დალოცოს კობახიძე. მიდით ილოცეთ და ესეთი ეროვნული ის რო ყავთ მთავრობა და ეგეთი ეროვნული ადამიანი რო არის თურმე პრემიერ-მინისტრი, კაცი რომელიც ჯომისი პირით ამბობდა ამის გამომწველავი დედავატირე მე. მისი პირით ამბობდა რომ იგი მე ეროვნული ცნობიერებაო არ ვიციო და საშიშათაც მიმაჩნიაო. ეს მოგიტანთ კაი ის? თუ ის საჩხერელი ურია. თავმოყვარეო ხალხი. ახლა ამას ვერ ცეტყვი და ვერაფერში ახლა ვინმე გაბედოს ვინმე. გაბედოს ერთი ვინმე და თქვას რამე ისრაელის წინააღმდეგ საქართველოში. აი ეს გამოკლეავებული, ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მრჩეველს ინიშნავდა და ისრაელის ელჩს არ მოწონდა. ისრაელის ელჩს არ მოწონდა. რატო არ მოწონდა, იცით? თურმე გმობდა ისრაელის ოპერაციას ჰამასის ღაზას სექტორში. ჰამასის წინააღმდეგ. და ერთი აყაროლებული მდგომარეობა იყო იმაში, ისრაელის ელჩი არ ანიშნებდა იმას, რა ქვია, მრჩეველს, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ამათი სუვერენიტეტი და ამათი დედა მომტყან მეტი მე, მაგარი სუვერენიტეტი გაქვთ. მაგარი.
და პოსტები და ისინი სანამ არ წააშლევიეს და არ აღებიეს იქ არ დანიშნეს ამუშაოს. ამდენიზია ჩეჩმორიკებული ხალხი. 26 საუკუნე ძმები. თუ რამე ოხრობა ამ ქვეყანაში მომხდარი პრიხვატიზაციით ზვიადის დამხობის მერე ყველაფერი ამათი გაკეთებულია. ამათი ამ ჩარჩების. რა მნიშვნელობა აქვს საიდან ვიცით? რაზე მეუბნები ვერ გავიგე ნიკოლოს. ამათმა რაც არ უნდა გაუკეთონ საქართველოს და ქართველებს ეგენი ყველაფერში მართლები არიან. აგერა დრონები მოგხიდეს. აი კი ხედავთ დრონებს რა ძალაც აქვს ომში. დრონები მოგხიდეს კეზერას დროს. აქეთ დრონები ჩვენ მოგხიდეს და კოდები რუსებს მიცეს. რომ დრონი ვერ გამოგვიყენებია იმაში ომის დროს. და აი დაარტყით წვირი. ეს გამოვიყენეთ. იმედენი ქართველი ჯარისკაცი რომ დაიღუპა. იმედენი მშვიდობიანი მოსახლე რომ დაიღუპა, ამათი მოღალატეობის ისა რამხელა წვლილია, იცი? არა, ამის თქმა როგორ შეიძლება, კაცო, ეგენი ჩვენი ძმები არიან. ამოვსებულია მთელი საპატრიარქო ამათი. გავსებულია ამათი აგენტურით. სადაც არ გინდა გაიხედო. ნუ დანიშნეს, მაგრამ მოგვიანებით რა მნიშვნელობა აქვს წყაროებიდან ვიცი ნიკოლოს. ეგენი არიან ჩვენი ძმები და მეგობრები და სამომავლოდ გეგმა ისაა რომ ქართველი საერთოდ არ დარჩეს ქვეყანაში და მაგის დარჩეთ ეს ქვეყანა. რაც ილაპარაკა, რაც იბლუკუნა იმ ძუკნა ვისაც მქონდა იმ ხელა ვიდეო გაკეთებული, აი ისაა ზუსტად დაგეგმილი. რომ ქართველი არ უნდა დარჩეს საქართველოში და უნდა დარჩენ ესენი. ისევე როგორც სხვაგან და სხვაგან. არ მინდა სხვა ქვეყანაში მოულიან მის თავს. თუ არ მოულიან არც ეგ არ მადარდებს. ქალბატონო ანა. აი ახლა ვასრულებ ფილმს ამ პროპაგანდებთან დაკავშირებით. ქართველებს ერთმანეთი კი არ უყვარს. საქმე მაგაში კი არა. მაგაში კი არა, საქმე სხვა რაღაცაში არის. ამ ქვეყანას თავზე აზია აი ესეთი ხალხი. ქვეყნის ძალაუფლება უკავია აი ამ ხალხს. ოფიციალურად ბიძინა ივანაშვილი, სინამდვილეში არის ხუხაშვილი, გორიდან. და გადასახლებული იქ და მიღებული ის გვარი და ის გვარიც არ აქვს და სხვა გვარი აქვს. დაყოფილი ყავს ქართველები, ქართული სოციუმის სხვადასხვა ჯგუფებად. გადაკიდებული ყავს ერთმანეთის საჭმელად. აი ამიტომ ვართ ამ დღეში. და ამიტომ უყვართ მაგი იქ. და იმათ. მასე, ყველასთვის, ყოველ შემთხვევაში ქართველისთვის არა. ია, და ამის ლაპარაკი საქართველოში ითვლება, ეს როგორ შეიძლება თქვა კაცო. გაიწირონ ის 3-4 ბიჭი დაიჭირონ. რას ქვია იმ ჩამოსული ვიღაცა ჩამოთრეულს არ მიცეს უფლება რომ თავზე დაასაქმოს და ხელი დაარტყას და შეურაცხყოფა შეირჩინოს. ეს როგორ ამ წმინდან ადამიანებს როგორ აკადრეს და როგორ ცემეს და როგორ რამე უთხრეს და როგორ რამე უხსენეს. ჯერ აფეხებზე არ მკიდია მე, გინდა ერთი, გინდა მეორე. ფეხბურთია ვის მხარესაო, რატო უნდა ვიყო რომელიმე მხარეს? მოგტყნიათ პატრონი, დიდი ან პატარი არა, ერთსაც და მეორესაც. რაში მაინტერესებს, ას მტენით თქვენ პრობლემებს. ეგ არის და აი ესეთი უბედურებები კიდე გაგრძელდება ჩვენ ქვეყანაში, სანამდე ჩვენ არ ვისწავლით, ქართველები არ ვისწავლით არც ერთმანეთის სიყვარულს, არც ერთმანეთის გატანას. ჩვენი სამშობლოს ფას, ჩვენი მიწის ფას და მივცემთ ამ უჯიშოებს იმის საშუალებას ჩამოვიდნენ. ეს ქვეყანა პროცენტიან ვალებში ჩაახჩონ. საქართველოს ქართველებიდან დაცალონ. საქართველოს არ ყავდეს არც ერთი ქართველი მართველი და გადაწყვეტილების მიმღები და თქვენ დაქლებულმა ხალხმა ლოცეთ და ილოცეთო.
26 საუკუნოვან ძმებზე. არაფერი არ გამგვირებია, ჩემო ძმაო, მაგრამ აბა ერთი მიდი და იმას რა ქვია, შენ შემოგევლე, რაშია იცი საქმე? მე ამდენი ქვეყანა მოვიარე და რო იცოდე ყველას მასეთი დამოკიდებულება აქვს. ყველას მასეთი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ იმათმა კარგად იციან, ვინაა მტერი და ვინაა მოყვარე. და საქართველოში გეუბნებიან, რომ ესაა შენი თურმე ტყუპისცალი ძმა, არა, ეს ჩემი ტყუპისცალის ძმა. ეს არის ჩემოსული თავისი საქმის და თავის იმის გადასარჩენად და გასაკეთებლად ამდენი ხანი. და არა ის არანაირი 26 საუკუნოვანი ჩემი ძმა და არც ერთმა ქართველებმა ისრაელზე უნდა ვილოცოთ. და მშვიდობა ისრაელსა ზედა. და მოვა აქ და იმას რა ქვია, სიონიზმის გამართლებას დაგიწყებს ისა რა ქვია, სასულიერო პირი, რომ რანაირი ძმები არიან თურმე შენი ძმები არა ის კიდე ტყუპისცალები. ასია ეს. და ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა იყოს უკუღმა. წაღმა არაფერი არ შეიძლება იყოს. აი ახლა თუნდაც დებატებს უმართავთო, ახლა ამაზე მინდა ერთი სიტყვა თქვა, დებატებს უმართავთო, რო იძახიან. ამას ეძახიან, თურმე ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, ეს სადმე რო გაიტანო და რამე რო თქვა. ამის უფლებას ვინ მოგცემს? აი ესე დემოკრატიას ქმნიან ეს ხალხი აქ. შევძანდი შემოძმაო ერთ საპატრიარქოში და თუ არ ლოცულობენ ნახავ ძალიან კარგად. მოიყვანენ, დაჯდება ბიძინე და კოცები და ისვამენ ამ ანტიქართულ ჯიშს გამოყვანეს იქით. რა ქვია იმას? გირჩს იქით დაისვამენ იმას ბოჟაძეს, აქეთ დაისვამენ სუბარს და მოდი ახლა და ედებატე შენ ამგენს. და ჟურნალისტის მაგათ ხარესა. და გაიტანე ერთ შენი სიმართლე ამ ბალაგანში. და აგებია ხალხს. რატო გიყურებს ამდენი ხალხიო? იმიტომ რომ სიმართლე აქვს ხალხს მონატრებული. არავინ საქართველოს სიმართლეს არ ლაპარაკობს, ყველა ტყუილზეა გადასული დღე-დაღამე. ვინ რამენაირად უფრო უკეთესად მოატყვილებს. არ მიყვარს მეტყვილები და ვლაპარაკო პირდაპირ, რასაც ალაპარაკო. უფალი რასაც ისმენს ჩვენი ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების ლოცვას და ასე შემდეგ ეტყობა იგი ჩვენ ქვეყანას. ძალიან დიდი შესვენილები ვართ. ძალიან დიდი. და ძალიან წინა ვარ წასული ჩემო ძმა. საქმეს გვაკეთებენ. მის საქმეს გვაკეთებენ, კაცო. ანტისემიტიზმი. საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა იცით? ენაზე რო გაქვთ იმ სემიტურ ჯგუფში ებრაელის გარდა შედის არაბიც, გალილეელიც, ასირიელიც და სხვა რჯული და სხვა ტომიც. ესე გამოდის, რომ ყველა უნდა ეზიზღებოდეს ადამიანს, ჯერ ადამიანს არავინ არ უნდა ეზიზღებოდეს, არც ერთი ერი არ უნდა, არავინ არ მეზიზღება, მეპირე მეზიზღება ამათი დამპალი იდეოლოგია. დამპალი იდეოლოგია, რომელიც რწმენის დონეზე ყავთ აყვანილი. ნუ თვითონ არიან საუკეთესოები და სხვები უნდა ემსახურონ მაგათ. და ამის მიმდევრები. რამდენიცაა იმდენი? ეგაა და ეგ ამის თქმა მინდოდა და დაგემშვიდობებით ახლა.